გამარჯობა, მე ზურაბ ღამაშიძე ვარ. ქართულ ხალხურ საკრავებს ვამზადებ. ფანდურები, მარტივად რო დავყოთ, არის სასწავლო და პროფესიონალური. სასწავლო ფანდურები, ესეც დაახლოებით ფასი რო ავიღოთ 150 ლარი ღირს და პროფესიონალური ფანდურებს რო უწოდებენ 1500 ლარი. მაშ ასე ძვირი უნდა იყოს, ანუ 10 ჯერ ძვირი უნდა ღირდეს პროფესიონალური ფანდური, სასწავლო ფანდურთან შედარებით. რა კი ის პროფესიონალური ფანდურები, გიტარა ცენტრულია. მოდი, გიტარა შევადაროთ ფასები. გიტარებიც არის სასწავლო, ფანერით რო კეთდება მუცელი და პროფესიონალური, მასიური ხის. სხვაობა, რა თქმა უნდა, ფასები განსხვავდება. იქაც ასე სასწავლო გიტარები იაფია, პროფესიონალური გიტარები კი მასიური ხის გიტარები, გაცილებით ძვირი. ფანდურიც, რა თქმა უნდა, გასაკვირი არ უნდა იყოს. თუმცა ზოგისთვის ძალიან ძვირია 1500 ლარი. ზოგისთვის მაქსიმალური ზღვარი 600 ლარია, ზოგისთვის 700-800 ლარზე ძვირი არ უნდა ღირდესო. მაგრამ ზოგი დაეძებს იმ 1500 ლარიან ფანდურებს. ოღონდ კი სადმე წააწყდნენ და ეგრევე იყიდიან. მას აღარ საზღვავს ზოგადად საკრავის ფასს. ხოლო ჩვენთან კი არა. ზოგადად საკრავის მასალა ცოტაა. ხარისხიანი მასალა ცოტაა და ამიტომ არის, თუნდაც იგივე გიტარა რო ავიღოთ. ფანერის გიტარები იმიტომ კეთდება. ასე მასალას ზოგავენ. და თვითონ ის მასიური ხის გიტარებიც კლასებად არის დაყოფილი. 1-ია, 2-ია, 3-ია, 5-ია არის საუკეთესო მასალა. 4-ია მე მგონი პროფესიონალურ გიტარებში ითვლება, მაგრამ ნაკლები, ანუ ისეთი ხარისხიანი არ არის, ფასის შესაბამისად ნაკლებია. 2 და 3-ია მე მგონი სტუდენტური გიტარებისთვის არის. ზუსტად აღარ ხსოვს. მოკლედ, იქაც მასიური ხის გიტარების ხარისხებად არის დაყოფილი, რადგან ისევ გავიმეორებ, რომ ზოგადად საკრავების მასალა, კარგი მასალა არ არის ბევრი. და ამიტომ უწევთ ასე კლასებად დაყოფა მასალის. მე ასე ვაკეთებ. მე მაგალითად რომ გაჩვენოთ პირის ფიცარი. როგორ კარგი, სწორი ძალხაზებია, მაგრამ აქეთ ხედავთ რომ აღარ არის მთელ სიგრძეზე სწორი ძალხაზები. ნახევარი რომ ავიღოთ, როგორ კარგია, თითქმის სწორია ძალხაზები, მანძილების თითქმის თანაბარია ძალხაზების სიგანის. ის ნაკლი რო არ ყოფილიყო ამ პირის ფიცარს, საპირე ფიცარს კარგი ფანდურისთვის გადავდებით, მაგრამ ეს უკვე სასწავლო ფანდურისთვის მაქვს. ან ეგებ კი სწორი იყოს ძალხაზები, მაგრამ კორძი მოუწია. ესეც სასწავლო ფანდურებისთვის. ჩემ გვერდზე პირველი სტატია რო დავდე, იქ ქართული ანდაზა გამოვიყენე. თვალი ჭამს და თვალი სვამსო. რა თქმა უნდა, ხოლო ფანდურერ ნებისმიერი საკრავი ჯერ ხომ უნდა მოგეწონოს, რომ შეხედავ, უნდა მოგეწონოს, რომ ხელში აღება და მასზე დაკვრა მოგინდეს, ხო? ეს განსაზღვრავს მასალის ავკარგიანობას. ის პატარა კორძი, ან ეს დაკლაკნილი ძალხაზები ბგერას ხელს არ უშლის. ბგერა ერთ და იგივე ექნება ეს ერთ და იგივე კოჭიდან, მithქვამს რომ კოჭებს ვყიდულობ, ნაძვის კოჭებს და იქიდან ვარჩევ უკვე მასალას. ერთ და იგივე კოჭიდან გადავდებ სასწავლო ფანდურისთვისაც და კარგი ფანდურებისთვისაც მასალას. ბგერა ერთ და იგივე იქნება, მაგრამ ეს ნაკლი რო აქვს, ვიზუალური ნაკლი, ამიტომ იმას კარგ ფანდურებზე არ ავიღებ. იგივე მუცელი ჩვეულებრივ მურყანით ვაკეთებ სასწავლო ფანდურებს. ამიღია სუფთა მასალაც სასწავლო ფანდურებისთვის. იგივე მურყანისგან პროფესიონალური ფანდურების გამიკეთებია 1-2.
რა თქმა უნდა იქ უნაკლო მასალა ავიღე. მაგრამ სასწავლო ფანდურების ამიღია სუფთაც და ამიღია კორძიანი, რადგან იგივე ვიტყვი რომ არ გვაქვს კარგი მასალა ბევრი. ფეხი იქამდე გაშალეს, სანამდე საბანი გაგწუდებაო, ხო? ასია ზოგადად საკრავების საქმე. ვიღებ ასე კორძიან მასალას სასწავლო ფანდურებისთვის. ნამუშევარის რა თქმა უნდა, როცა ძვირად ხიდი საკრავს, უნაკლო უნდა იყოს დამუშავებული. შეიძლება სადა იყოს, არ იყოს გაპრანჭული მაგალითად. და თვლი რომ ფანდური არც უნდა იყოს გაპრანჭული, გადაპრანჭული. სადა უნდა იყოს, მაგრამ სუფთა ნამუშევარი უნდა იყოს და რაც უფრო ძვირად უნდა გაყიდო ნებისმიერი საკრავი, მით უფრო სუფთა უნდა იყოს ნამუშევარი. გარდა იმისა, რომ იქ ნაკლი არ უნდა იყოს, თქვათ აი გამოთლილი მუცელი მინახავს გაბზარულია, ან კორძიანი არის ის ნატოტარი ტოტი გამოდიოდა, გამოთალა დარჩა ის კორძი, ხო? ტოტის კორძი. სასწავლო ფანდურებისთვის კი ბატონო, მაგრამ პროფესიონალური ფანდურისთვის დაუშვებელია, რაღაც ნაკლი რო ქონდეს, ვიზუალური ნაკლი. ვითქვამს რომ გამოთლილი მუცელი ისე კარგად ვერ ირხევა, მაგრამ როცა ძვირად ყიდი, იქ არანაირი ნაკლი არ უნდა ქონდეს იმ გამოთლილ მუცელს, ხო? გინდაც 500 ლარისო თქვა, ხო 1500 ლარზე ლაპარაკი არ არის. 500 ლარათაც არ უნდა გაყიდოს კორძიანი ან გაბზარული მუცელი. მაგრამ ისე გავიმეორებ რომ სასწავლო ფანდურებისთვის კი ბატონო ეს ნაკლი დასაშვებია, რადგან არ გვაქვს კარგი მასალა ბევრი. გარეგნულად ისევ გავიმეორებ რომ შეიძლება რაღაც ნაკლი ქონდეს. კორძი იყოს, ზალხაზები არ იყოს, ზუსტად თანაბარი, ვთქვათ, ვიწრო, მერე განიერი ზალხაზები, მერე ისევ ვიწრო. ახლა უცბად გამახსენდა რამოდენიმე წლის წინანდელი ამბავი. ყიდი 70 ლარად ფანდურებს და მოვლენ აი კარგი ფანდური მინდა და კარგი მინდა და უკეთესი მინდა და კი ბატონო, გადავარჩიე უფრო ხმიანი მასალა, გავაკეთე გადარჩეული მასალით ფანდურები, გავყიდე 100 ლარად, ანუ მაქვს 70 ლარიანი და 100 ლარიანი ფანდურები. მოვიდა ადამიანი 100 ლარიანი ფანდური ვისაც ქონდა შეკვეთილი. ეს არის თქვენი ფანდური, აბა ის მეორე რომელია მაჩვენეთ? გამოვიღე ვაჩვენე, გარეგნულად ზუსტად ერთნაირია. და შევატყერო, სხვაობას ვერ ხედავს, მატყუებს. რითგან სხოვდება ერთმანეთისგან მეუბნება, მეკითხება. უხსნი, აი ესე, გადავარჩიე მასალა რომ ეს უფრო ხმიანი ეს და შუბლზე რო ვაწერი ადამიანს რომ ვერ ხვდება რას ვეუბნები. თან კიდევ ამდენ მასალას ხო ვერ გადავარჩევ, შეიძლება იმ 70 ლარიანშიც მოუწიოს კარგი მასალა ხმიანი და მე შარიან ადამიანს ადალევს მეთქი. ეგები იმ 70 ლარიან იგივე შედეგი მივსცეს, რაც ის 100 ლარიანი ფანდური, მაშინ დიდი სხვაობა იყოს 30 ლარი. ალბათ 10 წლის წინანდელ ამბავს გეუბნებით. 30 ლარი სხვაობა, კარგი სხვაობა იყო და შარიან ხალხს ადალევს. აი, მომატყუე იმ 70 ლარად რომ მიყიდე იმას ფანდური, ისეთივეა ჩემი 100 ლარიანი ფანდური როგორიც არის და ამიტომ ეს ერთი წელი ვაკეთე და თან მიზეზი ეს იყო რომ უხსნე ადამიანს და შუბლზე აწერია რომ ვერ ხვდება რას ვეუბნები. ჩავიქნიე ხელი და ისევ ჩვეულებრივ დავხერხე, დავაწყე, ავიღე, გავაკეთე. უხსნი ხოლმე ვისაც დააინტერესა. პირდაპირ ვეუბნები. არ ვიცი, როგორი ხმა აქვს, ვიცი რომ კარგია ან უკეთესი. ცუდი რო არ არის ვიცი, მაგრამ არ ვამოწმებ ფანდურებს, ვიცი რომ ყველა კარგი არის. მაგრამ მაინც ზოგი ისეთი მასალა იყო რომ დამენანა სასწავლო ფანდურებისთვის. თქვა ჩაწიკწიკებული რო არის ეს ძალხაზები, პირის ფიცარის მაგალითად. გადავდე ხოლმე კარგი ფანდურებისთვის, რა თქმა უნდა განსხვავდებოდეს, ხო? პროფესიონალური ფანდურებიც გამიკეთებია და გავაკეთებ კიდეც, რა თქმა უნდა. და იქ ბგერა, მithქვამს რომ ერთი კოჭიდან სასწავლო ფანდურებისთვისაც ვიღებ მასალას და პროფესიონალური ფანდურებისთვისაც. ბგერა ერთნაირი ექნება, მაგრამ ვიზუალურად ნაკლია, ხომ იქ კორძი მოუწია, ან ძალხაზები არ არის ზუსტად დალაგებული, ოდავ კალივით მიდის,
ვით რა შუაშია ახლოს ტოტი იყო და იქ კალათ მიდის უკვე ზალხაზები. ბგერა მით უმეტესობის ხელში ბგერა არ განსხვავდება ისედაც. მხოლოდ ეს კი არა, რომ ერთ კოჭიდან აღებული კორძიანი და უკორძო მასალა. ამის ბგერას ხო ვერავინ ვერ გაარჩევს. რა თქმა უნდა, იქ არ უნდა იყოს დიდი შავი კორძი, რაღაც გაფუჭებული, არ უნდა იყოს ის კორძი. უბრალოდ რომ ემჩნევა, რომ კორძია, მე მას გულისხმობ. ბევრი ამ ჩემ სასწავლო და პროფესიონალურ ფანურებსაც ვერ გაარჩევს ერთმანეთისგან, დამკვრელს გულისხმობ მე, რადგან შესაბამისი ხელი უნდა გქონდეს და გამახსენდა წლების წინანდელი ამბავი. მაშინ მე მგონი 90 წუთი უკვე სასწავლო ფანდურებს. გადავარჩიე მასალა პირისპიც არის, მუცლისპიც არის. მთელი სული გული ჩავდე, ერთი ფანდური გავაკეთე კარგი. რა თქმა უნდა, დამუშავებითაც უკეთესად დავამუშავე. 400-500 ლარად ყიდნენ მაშინ ფანდურებს, პროფესიონალურ ფანდურებს. მინდა რომ ეს 400 ლარად გავყიდო მაგალითად ფანდური. ავიღე ერთ-ერთი სასწავლო ფანდური, დაუკარი, ავიღე ეს ფანდური, დაუკარი და 150 მაქსიმუმ 200 ლარად გაიყიდოს. მეტი უკეთესი ვერ არის, ხო? რა თქმა უნდა, დამწყდა გული. მინდა რომ პირობითად 400 ლარად გავყიდო, მაგრამ 200 ლარის არის. 200 ლარად თუ გაიყიდება იმ ფანდურთან შედარებით. დამწყდა გული, ამდენი ვიწვალე და ვერ მივიღე ის შედეგი, რა შედეგიც მინდოდა რომ მივიღო. ბეჟან წინწალაშვილს ვთხოვე, მოდი მეთქი რაღაცა სათხოვარი მაქვს შენთან. მოვიდა, მივეცე იგივე სასწავლო ფანდური, დაუკრა და თითქმის იგივე იყო, ანუ დიდი სხვაობა არ იყო ბეჟანის ხელშიც იმ სასწავლო ფანდურის. იგივე სასწავლო ფანდურად დარჩა. აიღო ის მეორე ფანდური და მოდაუკრა, ნეტა დავჯდა და მასმენინავ არ დაამთავროს დავკრავო. ისეთი კარგი გამოვიდა ის ფანდური. დამკვრელის ხელზეა დამოკიდებული, რას მოგცემს ის ფანდური. შეიძლება საუკეთესო ფანდური იყოს, მაგრამ დამკვრელი თუ არ ვარგა, ვერ მოგცეს. ან პირიქით მithქვამს ერთ-ერთ განაცემაში, თქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ დამკვრელის ნაკლს, რაც უფრო ზოგადად საკრავი, რაც უფრო კარგია, მით მეტად წარმოაჩენს დამკვრელის ნაკლს. დამკვრელი არ ვარგა, ის კარგ ფანდურს აიღებს, დაუკრავს, აუ ფანდური არ ვარგა, ხარვეზები რო გამოეჩნდება ბევრი. იმას ხო არ იტყვის, რომ მე ცუდი დამკვრელი ვარ, ფანდური არ ვარგა. მულტფილმი ის არ იყო, საბა ჩემ შვილს ხო არ დავშიო. აბა ვიზუალის გარდა, მოდი ვარემ ვიტყვი გარეგნულად, რომ ისევ გავიმეორებ, არანაირი ნაკლი, ანუ უნაკლო უნდა იყოს გარეგნულად ის პროფესიონალური ფანდური. რაც უფრო ძვირად ყიდი, მით უფრო უნაკლო უნდა იყოს. და ბგერა როგორი უნდა ქონდეს. სასწავლო ფანდურს, რა თქმა უნდა, იმდენი არ მოეთხოვება. თავარია, წყობა იყოს ზუსტი, დაკვირით არ დაიტანჯოს ბავშვი და ლამაზი ბგერა უნდა ქონდეს. მაგრამ პროფესიონალურ ფანდურს ხმიანობის დიაპაზონიც გაცილებით მეტი უნდა ქონდეს, რა თქმა უნდა. ტემბრალური დიაპაზონიც გაცილებით მეტი უნდა იყოს. იქ სევდიან მუსიკას უკრავ, სევდა უნდა ისმოდეს. ხასიათს უნდა გადმოსცემდეს პროფესიონალური ფანდური. რა თქმა უნდა, თუ სასწავლო ფანდურიც მოგცემს დაახლოებით ეგეთ შედეგს, ჯობს. მithქვამს, რომ თავიდანვე კარგია, რომ ეს ცვლილებები, ანუ ნიუანსები შეძლოს ფანდურმა, რომ თავიდანვე შეძლოს ბავშვმა აითვისოს თავიდანვე ეს, რომ ხასიათში დაუკრას. მხოლოდ ახმაუროს კი არა ფანდურები. და მით უმეტეს პროფესიონალური ფანდურის დაუშვებელია ესეთი ნაკლი რო ქონდეს, რომ ანუ ის ტემპორალური სხვაობა რო არ ქონდეს. თუნდაც იგივე გარეგნული დამუშავებაც რო თქვათ, ხო? მეტი დრო ჭირდება და ფასის შესაბამისად უნდა განსხვავდებოდეს. სასწავლო ფანდურსა და პროფესიონალურ ფანდურის ფასები უნდა განსხვავდებოდეს. ანუ არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ კი ამ ხელა სხვაობა ფასებს შორის. კი ბატონო, 150 და 1500 ლარი ავიღოთ. რაც უფრო მეტი შრომა ფანდურის ჩადებული და აუცილებლად მეტი უნდა შეძლოს ფანდურმა. რაც უფრო უკეთესია ფანდური, მით უფრო ძვირი უნდა ღირდეს. დღეს კი დაგემშვიდობებით.
მომავალ შეხვედრამდე.